დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში არის ისტორიული მოვლენა, რადგან საქართველოს ეკლესია ირჩევს 152 მამამთავარს. ეს მოვლენა ნახევარი საუკუნის შემდეგ ხდება. ჩვენ ლოცულობთ, რომ ისეთი მამამთავარი გამოირჩეს, რომელიც გააგრძელოს მისი უწმინდესობის გზას, რომელმაც მართლაც ეკლესია, რომელიც იყო თითქოს სულ არა გადაფარებული, გამოაცოცხლა, ეკლესია მონასტრები გაამრავლა, სამღვდელოების რიცხვი გაიზარდა და ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ეს გზა აუცილებლად გაგრძელდება. ვენდოთ ჩვენს უფალს, ჩვენ ტკბილი იესოს და დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის იქნება, რაც ჩვენ ერს სჭირდება და არ ვიტყვი რა ისი ღირსიც ვართ, იმიტომ რომ შეიძლება დავისაჯოთ, ხო? რისი რაც ღმერთს უნდა, ჩვენთვის სასიკეთო რაც არის. ხო ვიცით, ხო ყველა ვნახეთ პატრიარქს უდიდესი როლი აქვს საერთოდ საქართველოს ისტორიაში და აწმოშიც. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ესე ვილო, ესე ვლოცულობ. უფალო, როგორ ჩვენ გინდა ეგრე? უდაოდ ისტორიული დღე გვაქვს და ეპოქალური მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში ეკლესიისა და საზოგადოების ვირჩევთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. მოლოდინებზე რა მოგახსენოთ, არის 3 კანდიდატი და დავითავს სამივე მოსალოდნელია, რომ გახდეს კათოლიკოს პატრიარქი.